იცი ასლანი, შენგან ამას არ მოველოდი. შენ გქონია საკუთარი სიცოცხლით იხსნი ადამიანის ნაშიერს? ახლა შემომწირав შენ თავს. გავერავის გადაარჩენი. ყველაფერი კი სიყვარულის გამო. ალბათ ბევრი ჩვენგანი, ვისაც ნარნიას ქრონიკები ნანახი აქვს, არ დაფიქრებულა თუ რა ალეგორიებს ატარებს ეს ნაწარმოები. ნარნიას ქრონიკების ავტორი კლაივ ლუისი ქრისტიანი ავტორი იყო, რომელსაც მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომი აქვს გამოცემული პარალელურად. და ნარნიას ქრონიკებშიც მან ქრისტიანული ღვთისმეტყველების ელემენტები ჩადო, რომელიც ფილმშიც შესანიშნავად არის განმოცემული. ფილმის შინაარსი შემდეგნაირია. ფილმში 4 და-ძმა პიტერი, სიუზანი, ედმუნდი და ლუსი ჯადოსნური კარადის საშუალებით აღმოაჩენენ ნარნიას სამყაროს, რომელიც თეთრი ჯადოქრის მიერ არის დაპყრობილი და მარადიულ ზამთარშია ჩაძირული. ედმუნდი წარმოადგენს ცოდვილ ადამიანს, რომელიც ღალატობს საკუთარ ოჯახს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ინანიებს, ასლანი მზადა ამისთვის თავი გასწიროს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ქრისტეს მსხვერპლს ყველა ცოდვილი ადამიანისთვის. თეთრი ჯადოქარი წარმოადგენს სატანის პროტოტიპს. ის მართავს ნარნიას შიშითა და ტერორით, აქცევს არსებებს ქვებად და ინარჩუნებს მარადილ ზამთარს. როგორც მიხვდით, ლომი ასლანი წარმოადგენს ქრისტეს. ის არის ნარნიის შემქმნელი და მხსნელი, რომელიც ბრუნდება ნარნიაში, რათა დაამარცხოს ბოროტება და გამოიხსნას ქვეყანა. ფილმში საკვანძო სცენა არის, როცა ასლანი სწირავს თავს ედმუნდის სანაცვლოდ. მას კლავენ მაგიდაზე, რომელიც სიმბოლურად ჯვარს წარმოადგენს, მისი გაცოცხლება კი გამოხატავს ქრისტეს აღდგომას და გამარჯვებას სიკვდილზე. ფილმი სრულდება ნარნიის გამოხსნით და მარადიული ზამთრის დასრულებით, რაც სიმბოლურად ასახავს ქრისტეს გამარჯვებას ბოროტებაზე და ცოდვისაგან კაცობრიობის გამოხსნას. ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი უკვე სხვა თვალით უყურებს ამ ფილმს.